მე გეტყვით დღეს ვინ ვიქნებით ჩვენ. ჩვენ დღეს ოლიმპიელები ვიქნებით, დაღლა რო არ იციან, აი ეს ვიქნებით ჩვენ რა. ჩვენ დღეს მებრძოლები ვიქნებით, ტკიბილი რო არ იციან. დღეს ჩვენ სუპერგმირები ვიქნებით, რა ყველაფერი რო შეუძლია. მაგრამ ჯარისკაცები ვიქნებით, ვისაც შესრულება შეუძლია დავალების რა. ჩვენ დღეს ვიქნებით გამარჯვებულები რა. ძმებო, მიყვარხარ. დღეს ჩვენ საბოლოოდ დავიმსახურებთ პატივისცემას. ეგ იცოდეთ რა. ეს დღე შევა ჩვენ ისტორიაში რა. ჩვენ ისტორიაში, ჩვენი ოჯახების ისტორიაში შევა ეს. დაიმახსოვრეთ, მაგრამ მაგისთვის ამ მოედანზე უნდა დავჭეთ ჩვენ. დავტოვოთ ყველაფერი. თავგანწირვა არის პირველი სიტყვა დღეს. ჩვენ ვართ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს. მიყვარხარ ძმებო, დავა. დრო იყო ძალიან მძიმე, ომი იყო და რა ვიცი რა ხდებოდა. ჩემი მეგობრები, ჩემი მეზობლები, კარის მეზობლები, გიგეჩკორები, გუგა და ბიკა. მაშინ ჯერ ცურვა იყო ჩემთვის, მე იყო მძლეოსნობა, რაღაც რაგბი ჩემთვის ყოველთვის ისეთი უცხოხილი, როგორც ყოველთვის, რაგბი ხო რთულად გასაგები სპორტია ზოგადად. მაგრამ აი ეს ჩემი ორი მეგობარი, რომელთანაც ერთად ვიზრდებოდი, აი ყოველ დღე რომ მოდიან და მოდი აბა რაგბზე შემოდი, მოდი დაიწყე თამაში, ვიცი რა მაგარია, იცი როგორ გაერთობი. მაგრამ ანუ ჩემთვის ცურვა იყო ნომერი 1. არ მეგონა თუ როდესმე ცურვას თავს დავამებებდი, მაგრამ სამწუხაროდ ომმა შეწყვეტა ეს ჩემი რაღაც ოცნებები და საუზი დინამოზე დაიხურა და დავრჩი ცურვის გარეშე. შემდეგ იყო ძლეოსნობა, მე ისევ ცურვა, მაგრამ ცურვაზე რო დავბრუნდი მითხეს უკვე გვიანი არისო, შენი სპორტია და მაგიტომო არც არაფერი გამოგივა, სპორტული ჯგუფი დამთავრდა. და მოკლედ ესე 15 წლის ასაკში აღმოჩნდი ლოკომოტივის სტადიონის მესხის უკან, ეხლა აი ფრანგული სკოლა რო არის, მანდ იყო ეს ნაჯუნგლარს ეძახდნენ. არ ვიცი, ისეთი მოედანი იყო, აი ქვანარევი მიწა. დასწრებაზე ვიყავით, რომელი გუნდი უფრო მალე მივიდოდა, რომ აი ვარჯიშს დაიწყებდა, всё, მე მეორე ელოდებოდა, როდის დაამთავრებდა, აი ბეტონივით იყო, ყვითელი, ეს კენჭები ეყარა და მან და ეს 98-ში, 15 წლის ვიყავი, სექტემბერში სკოლასთან ერთად წავედი ვარჯიშზე და აღმოჩნდი ხულიგანაში. აღმოჩნდი ხულიგანაში და ნუ ესე რა, ალბათ პირველივე დღიდან რაღაც შემიყვარდა ეს სპორტი და იმის მერე აქ ვარ რა უკვე რამდენი წელია, 27 წელი გავიდა იმის მერე და დღემდე ვთამაშობ, დღემდე რაღაც ბედნიერი ვარ იმით, როდესაც მოედანზე გავდივარ. ესე დაიწყო ყველაფერი დაიწყო ამ ერთი დღით და აღმოჩნდი ხულიგანაში, რომელმაც ძალიან ბევრი მომცა. ხულიგანას თავისი ისტორია აქვს, მაგაზეც თქვენთან ვილაპარაკე ერთხელ და მაგ ისტორიაზე ვიზრდებოდით, მაგ ფასეულობებზე, როდესაც ესე პატარა ბიჭი წავიდა თავისი იდეალების, თავისი ქვეყნის დასაცავად და აი სნაიპერის ტყვიას შეეწირა რა, მაგრამ ისე თავის იდეალებს მეგობარი მოუკლეს და ის შევიდა გამოსაყვანად და ისიც მანდ მოკლეს. მაგ ისტორიით ვიზრდებოდით ჩვენ, რომ მეგობრობა ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთმანეთის გატანა ძალიან ბევრს ნიშნავს, რა ვიცი, სიყვარული ბევრს ნიშნავს და ასე შემდეგ. ესე ვიყავით ხულიგანაში, შეიძლება იყო ბევრი, მაშინ მარტო ხულიგანაში კი არა, ყველგან გაჭირვება იყო და ბევრი პრობლემა, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო დროა. ზოგადად რაგბიც ძალიან სხვანაირი იყო და ის ხალხიც სხვა, ნუ მაშინ ხო აი მაშინ გიჟები თამაშობდნენ, მანიაკები, ჩვეულებრივი. დღეს გასახდელი რო არ იყოს და რაღაცა პრობლემები რო იყოს ფინანსური ან ასე შემდეგ, შეიძლება რაგბი გაქრეს, არ ვიცი, ისევ დარჩება ორი გუნდი. მაგრამ მაშინ ბევრნი ვიყავით და აი რისთვის თამაშობდით, გავდიოდით. რა გასახდელი, რა ხელფასი, რა დასტრაპვა, რა პროფესიონალიზმი. გავდიოდით ყოველი ვარჯიშის მერე, თამაშის მერე გადახსნილები, ხან მოტეხილი ხელი, ხან რაღაც ნიკაპი, მიდიოდი სახლში ამოტეხილი ხელით. ვინ რას გიშველი და შენით მიხვიდოდი სახლში. გეჩხუბებოდნენ რა როდემდე, რამდენჯერ წაგიყვანდნენ საავადმყოფოში თამაში დაგადებდნენ და ესე იყავი ყოველკვირა რა, მაგრამ იყო ყველაზე ბედნიერი დრო. ყველაზე მაგარი რაგბი მაშინ იყო ჩემთვის რა. ჩემ დროს იყო მარტო 19 წლამდე ნაკრები, ანუ არ იყო ეს 18-ები, 20-ები და ასე შემდეგ, იყო მარტო არსებობდა 19 წლამდე ნაკრები. და ეს პირველი ჩემი მოხვედრა იმ ნაკრებში, სადაც იყო ძალიან დიდი კონკურენცია, ყველაზე პატარა ვიყავი. და ძალიან ბევრი შრომა მომიწია, რომ იქ მომხდარიყავი, ძალიან ბევრი. და საბოლოოდ მივახციე მიზანს და იქიდან რაღაცნაირად წავიდა ეს ჩემი ცხოვრება ისე, რომ აი სულ რაგბი ახალგაზრდობის შემდეგ ბათუმში ალბათ ერთ-ერთი ისეთი მომენტი იყო,
დავაგვიანე ავტობუსზე რაღაც ვეგზავდი თავს კარგად და მე და მეკო ვიყავით ერთ ოთახში და მეკოს უთხარ მეთქი მეთქი აი 2 წუთი რომ დამაუდოთ გთხოვთ ჩამოვალ ეხლავე რა და მეკო ჩავიდა და მე რომ გავედი 1 5-ში გავედი ავტობუსი აღარ არის მეთქი всё აი რომ ჩაგიქროლებს ცხოვრება და აი მეთქი აი ცხოვრება ნაკრები ყველაფერმა ჩამიქროლა თვალწინ მეთქი დამთავრდა და მეთქი დავეწევი ავტობუსს უეჭვით თან ჩვენ მაშინ ზევით ეს თანამგზავრი რო არის ეხა საბაგი რო ადეს იქ ზევით ბათუმში და იქ ცხოვრობდი და ისე სერპანტინი იყო ძალიან მოხუული გზა და მეთქი მე მოკლეზე გადავჭი აუცილებლად დავეწევი აი ეს პირდაპირ გადავჭერია დავეშვი ეგრევე და მოკლედ მომიწია ეხა ვინც იცის ესე ბათუმი ისე თუას მთელი ბათუმი გადავირბინე ანგისა იყო ადრე რაგბი სტადიონი იყო ბათუმის გარეთ უკვე აი იქით რო გადიხარ გორნიოსკენ და ბათუმს გასცდები თუ არა მარცხენა მხარეს არის წრეზე და ვარ ისე ვირბინე ანუ ეტოვა თან ადრენალინი ისეთი მომატებული მქონდა აი სპრინტი ვირბინე ჩვეულებრივად აი რომ თანაგზავიდან რო დავეშვი იმ თიდან აი რო ავჩქარდი და ეს სტადიონამდე ამ სისწრაფით ვირბინე და ვარჯიშს რომ მივედი ახალი დამთავრებული ქონდათ გახურება მე უკვე კარგად გახურებული მივედი რა თქმა უნდა ხა აღარც მჭირდებოდა რა რითი მოხვედიოდა მე თქვი ვირბინე არ ჯეროდათ იმიტომ რომ აი შანსი არ არის ისე უცებ მაგრამ აი ესე წავიდა ყველაფერი ეს ნაკრები ახალგაზრდური ერთი მეორე თან ძალიან მაგარი თაობა ყავდა მაგარი ბიჭები ძალიან კარგი თამაშები მოგვიწია და შემდეგ წამოვიდა ეროვნული ნაკრები ბათუმში იყო შეკრება მაშინ კანდიდატები მაშინ იყო კლოცორელი მწვრთნელი გააკეთეს რაღაც შეკრება ჯერ იყო ერთი რაღაც გაფართოებული სია სადაც რაღაც 30 კაცი თუ არ მეშლება და თუ სწორად მახსოვს მაშინ სვლა გააკეთეს თბილისიდან ბათუმში ფეხით ჩავიდნენ რაღაც მოკლედ რაღაც დიდი მანძილი რაღაცა გადავიდნენ მთები გადაიარეს რაღაც და მაგრამ იქ იყო რაღაცა ისეთი პატარა ჯგუფი შედარებით მაგ ჯგუფში არ ვიყავი და დაახლოებით 10 თუ 15 კაცი დაგვიბარეს იქ სათამაშოდ ნაკრებთან ორი თამაში გვათამაშეს ერთი ბათუმთან თუ არ მეშლება დათვებთან მაშინ დათვები იყო და მე ნაკრებთან და მაგ ორი თამაშის მერე დამიძახეს ნაკრებში პირველივე თამაში იყო ლაროშელთან მაშინ იყო 2002 წელი პირველი თამაში ლაროშელთან და თამაშის წინა დღეს დაიმტვრა მახურ ჯუკაშვილი და მე მითხრეს კაპიტნის ვარჯიშის შემდეგ რომ ხვალ შენიწყებო ძირითადში აი ეგზნობა რაზ დამავიწყდება მაშინ ნაკრები იყო რაღაცნაირი ჩაკეტილი კლუბივით იყო მაშინ იყო ერთი რაღაც რჩეულთა ჯგუფი რომელიც არ იცვლებოდა პრაქტიკულად და იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო და მაშინ ლაროშელის სტადიონი ესეთი გასასვლელი იყო ძალიან ვიწრო აი ორი ადამიანი ძლივს ეტეოდა და რომ ახსოვს ის ხალხი ვინც იდგა ჩემს წინ ანუ რო ვუყურებდი აი მაგათ ვუყურებდით როგორც რაღაცა დევგმირებს რაღაც სასწაულს და უნაკრების მოთამაშეები და ჩემს უკან ნომრების მიხედვით რო დავდექით ჩემს უკან ანტი იდგა ჩემს წინ თედო ზიბზიბაძე კაცაძე რა გუნდი იყო რა და აი ეს შეგრძნება თან ხო ყველანი მაღლები არიან დიდები არის ახლა ანტი 2 მეტრამდეა თედოც მაღალი იყო რა და მე ვიყავი მაშინ აი 19 წლის ბიჭი გამხდარი 78 კილოგრამი და აი რო ვიდექი აი ეს გზნობა არასდროს დამავიწყდება აი ამ მთებში რო ვიდექი მეთქი აი სად ვარ ძალიან ბედნიერი ვიყავი ძალიან პირველი თამაში დავდე ლელო და იქიდან წამიყვანეს 7 კაცაზე ჯერ პირდაპირ რაღაც თვიანი შეკრება იყო, რამოდენიმე თამაში ვითამაშეთ, იქიდან წავედით ევროპის ჩემპიონატზე 7 კაცაში, მერე წავედით მსოფლიო სერიაზე და ასე შემდეგ. მაგრამ სამწუხაროდ მსოფლიო სერიის პირველ ეტაპზე კლოცორელთან რაღაცა უთანხმოება მომივიდა. უთანხმოება რა, რაღაც ელემენტარული რაღაცა მითხრა თამაშის მერე, სამოასთან თამაშის შემდეგ რაღაც პრეს თამაშობდით, პრევი თამაშით და რაღაცა შეცდომა დაუშვი ალბათ რა. მაგაზე მითხრა მე ვეცადე ახსნა იმ მომენტის და მაგაზე კლოდიც და სხვანაირი კაცი იყო ძალიან ისეთი მომთხოვნი რა და მე რო ცადე ახსნა რომ აი ესე იყო ეგრევე გააჩერე ჩემთან ლაპარაკი და მეორე მწვრთნელს ვთქვა რომ ერთი დღის მოსული არისო და უკვე რაღაცას მელაპარაკებაო და ეგრო გავაჩერო ნაკრებშიო მოკლედ კლოდთან რაღაც ისე მოხდა იმ დღეს მამა გარდაეცვალა და იმავე დღეს წავიდა კლოდი და მეორე დღე დარჩა მეორე მწვრთნელი, რომელსაც ძალიან მოუწონდი და ყველა თამაში ძირითადში რაღაც მეგონა всё დაიწყო ჩემი
კარიერა სარაგბო, მაგრამ კლოდი ჩამოვიდა მეორე ტურნირზე, რომელიც იყო კარდიფში იყო, მეორე ლონდონში იყო, ჩამოვიდა ლონდონში და ლონდონში სპორტულის ჩამოიყვანა კიდევ ერთი მოთამაშე და მე ამოვარდი 12 კაციანი სიიდან. და ისე ჩავატარე ტურნირი, რომ სპორტულიც არ ჩამიცვია, რაღაც სულ ჯინსებით ვიყავი ცალკე გუნდიდან, ანუ არც მიმიშვა იქ საჭმელად რომ მიდიოდა გუნდი მე ცალკე უნდა მისვლა, რაღაცეები იყო ისეთი, რა ცოტა შეიძლება, მაგრამ ესეთი მიდგომა ქონდა მაშინ მწვრთნელს. და ნუ მოკლედ 2003-ის მსოფლიო ესე გამოვტოვე რა. ნუ შემდეგ ეს პაუზა და კლოდი რო წავიდა, რომ მოვიდნენ უკვე ქართველები ისევ დამიძახეს და აი პირველივე თამაში მე მგონი ჩეხეთთან იყო დინამოზე. მაშინ დავიწყე და დავიწყეთ. მაშინ იყო ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი 2003 თუ 4. წავიდა რა. კარგი იყო ნაკრები, მაგრამ მაშინ აი იმ დღეს სურათებს ვაჩვენებდი რა ეს სტადიონები, ჩვენს სტადიონები ხო 2007-ის ზუსტად ირლანდიის მერე გადაწყდა ეს ყველაფერი, თორე იქამდე ეს სინათლის სტადიონი იყო აი რაღაც მიგდებული ფეხბურთის მოედანი, შევარდენი ზუსტად მასეთი, არაფერი არ იყო, არავით არის ინფრასტრუქტურა, არავით არის პირობები, აი არაფერი არ არსებობდა. უბრალოდ აი ჩვენ რაღაც ბიჭები თავისი ფულით ჩამოდიოდნენ საფრანგეთიდან, ვიც მოდიოდა და მთელი ამბები, მაგრამ ისევ რა ძალიან ბედნიერები ვიყავით ყოველ ჯერზე, როდესაც ვიკრიბებოდით, როდესაც გავდიოდით მოედანზე და გვიხაროდა რა ის ნაკრებიც გვიხაროდა, ერთად ყოფნა რაგბის თამაში, ყველაფერი ძალიან მაგარი იყო. ირლანდიასთან თამაში ხო, ნუ პირველი მსოფლიო თასი, მეორე მსოფლიო თასი, ახლა ჩვენთვის რაღაც, ჩემთვის პირველი ჯოჯოხეთი გავიარეთ, იქამდე რომ მივსულიყავით ეს პირველი თვე მაშინ ნიკოლა ფულკია იყო ჩვენი მწვრთნელი და ფიზმოზოდების. პირველი თვე 3 კვირა არ მიგვაკარეს ბურთს საერთოდ. ანუ 3 კვირა იყო ჯოჯოხეთი. ერთი ვარჯიში იყო, როგორ მახსოვს, აი თან ყველას ერთად გვაყენებდნენ ხაზი შერკინება მნიშვნელობა არ ქონდა. ანუ შენ თუ სიწრაფეში იმათ უჭირდა შენთან შეჯიბრი წონებზე და რაღაც ორთაბრძოლებზე შენ გიჭირდა, მაგრამ ნუ ეგ იყო მაგის მიდგომა. მაშინ გააკეთებინა ესეთი 50 კილოგრამიანი ბლოკები ბეტონის და აი ძალიან ცუდი სახელური ქონდა ისეთი ხელს გჭრიდა. და ჯგუფში იყავით 2 კაცი, ყველას ეს თავისი ბლოკები ქონდა და ფიშკები ელაგა რაღაც აი 5 მეტრი წახვედი, წამოხვედი, 22 წახვედი, ერთს მიქონდა, მეორეს მოქონდა 10 მეტრიანი ცენტრი და მოკლედ რაღაც ის უნდა ასულიყავი 60 მეტრამდე, რაღაც არ მახსოვს ზუსტად რა. მაგრამ აი ისეთი მომენტი, აი ისეთი დაღლილები ვიყავით უკვე, აი სულ დატვირთვა, ეს სულ წნეხი, ეს ფიზიკური, აი მუდმივ, აი დილით რაღაცა მძიმე ფიზიკა, საღამოს მძიმე ფიზიკა, აი სულ დარბი ხალხ, სულ რაღაცას აკეთებ, ნუ. აი მომენტი იყო, როდესაც ამ ბლოკებს მივათრევდი 40 მეტრზე თუ რაღაცაზე და აი ერთი ფიქრი მქონდა, რომ აი ახლა უკან რომ მივიტან მეთქი ამას, აი ვიტირებ მეთქი. და წავალ, აი ესე დაუყრი და წავალ აქ. არც მეთქი, არც მსოფლიო მინდა, არც ნაკრები მინდა, არაფერი რა. მძიმე იყო, ძალიან მძიმე იყო, მაგრამ საბოლოოდ ხო რა, საბოლოოდ არ ჩერდები, მაინც რაღაცა ბოლომდე იბრძვინა რომ გაიტანო ეს ყველაფერი და წავედით მსოფლიო თასზე, პირველი თამაში არგენტინასთან. ნუ გაგვიჭირდა თან მაშინ არგენტინა და ისე ჯგუფში აღმოჩნდით, მაშინ არგენტინაშიც დიდი ვარსკვლავები თამაშობდნენ, ის ისეთ თაობა ყავდათ რა, მაშინ არგენტინა მესამეზე გავიდა. ამაგ მსოფლიოზე მთელი თამაში 6-3 და ბოლო 15 წუთში გავტყვით. 33-3 მორჩა ის თამაში თუ არ მეშლები. და შემდეგი თამაში იყო ირლანდიასთან. ირლანდიასთან შემდეგ მოდიოდა ნამიბიასთან და მაგიტომ გადაწყდა რომ ირლანდიასთან რაღაცა ეს ისეთი ახალგაზრდა შემადგენლობა დამდგარიყო რა თქვა იმას მომავალში უნდა ეთამაშა რომ თან ამ ბიჭებს დაესვენათ ნამიბიის წინ, იმიტომ რომ მაინც აქცენტი კეთდებოდა ნამიბიის თამაშს. არავითარი წნეხი არ ქონდა, არავითარი პრობლემა არ იყო, გავეთ ირლანდიაც ხო მაშინ არ ვიცი, იმდენი ვარსკვლავი თამაშობდა ირლანდიის ნაკრებში, იმდენ დიდი სახელები, ეს სტრინგერი, ოგარა იდგა, ოდრისკოლი, არ ვიცი რა, ჰიკი, ფრთები ყავდათ სასწაულით 15 მოკლედ რა. და დანარჩენი კი იცი, დანარჩენი ჩვეულებრივი ისტორიაა რა. დანარჩენი დასრულდა, ცოტა დაგვაკლდა. დიდ სენსაციამდე, თუმცა რაღაცა დარჩა ისტორიას ეგ თამაში, მაგრამ მაინც აი იმ გამოცდილება დაგვაკლდა რეალურად. მაგან ითამაშა ყველაზე დიდი როლი, რომ ის თამაში ვერ წამოვიდოდ, თორე შეიძლებოდა, ქონდა ყველაფერი მაგისთვის
რომ მოგვეგო აი რა იქნებოდა. თუმცა იმ თამაშმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა. იმ თამაშის მერე გადაწყდა ზუსტად რომ აი მოდი რაგბი და მოდი რაღაც ჭირდება ამ სპორტს და დაიწყო ეს ინფრასტრუქტურის განვითარება, ეს სტადიონების მშენებლობა და ასე შემდეგ რა. იმედია რომ ვიცი ეხლაც აი მაგარი თამაში გველის. კარგი გუნდია, სხვანაირი გუნდია მაგათთან თამაში, ეს ორთა ბრძოლები ყოველთვის სხვა განსაკუთრებულია რა, ესეთი გუნდები ახლა სამუასთან ჩვენ ყოველთვის გვიყვარდა იგივე შვიდკაცაში. ისეთი ძალისმიერი გუნდი იყო, ყოველთვის მოდიოდნენ ორთა ბრძოლებზე, აი თუ დაგჩაგრავდნენ და აი ერთი რაც არ გვიჭირდა, მაშინ შეიძლება ახლა ტექნიკა და ტაქტიკა არ ქონდა იმ დონეზე როგორც ახლა. მაშინ ჩვენ ხო არ ვიყავით პროფესიონალები რეალურად რა. ჩვენ უბრალოდ მანიაკები ვიყავით, ვისაც ეს სპორტი სიგიჟემდე უყვარდა, მეტი არაფერი. მაგიტომ ერთი რაც არ გვიჭირდა იყო ორთა ბრძოლები, რომ აი მიდი დაეჯახე თავი თავში და აბა წამოდი და ესე შემდეგ რა. მაგიტომ ესეთ გუნდებთან ყოველთვის გვიყვარდა. ახლა რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიცვალა. ახლა გაცილებით პროფესიონალები არიან ბიჭები, თამაშობენ და სხვანაირი კრიტერიუმებია ყველაფრის რა. მაგრამ მე მაინც ის რაგბი მენატრება. ის რაც ხდებოდა მაშინ. თვითონ რაგბი მენატრება, ის რაგბი რა მენატრება, ის ფასეულობები და მიდგომები რაც მაშინ იყო. იყო ძალიან გასხოვებული რა. არ ვიცი, ეხლა ძალიან შეიცვალა, ეხლა გახდა ძალიან პროფესიონალური რა. აი ეს ფული სადაც ერევა, იქ ყველაფერი იცვლება რა. მანდ მთავარი პრიორიტეტი ეგ ხდება ყოველთვის, ალბათ რა. ყველასთვის არა, ერთეულები მაინც არსებობენ რა, თუმცა არის სხვა დრო რა, მესმის ეს ყველაფერი, რომ ძალიან არ შეიძლება რომ მოითხო. მე ახლა უბრალოდ ჩემს სასწრაფოს ვამბობ რა, მე არ ვამბობ რომელია კარგი თუ ცუდი, რა თქმა უნდა, ახლა ამით რო ცხოვრობ, იმით რაც გიყვარს, მაგაზე კარგი არაფერი არ არის. მაგრამ ის რამდენად შეიცვალა თვითონ გარემო, ეგ რა თქმა უნდა, მე ძალიან მენატრება რაც ხდებოდა ადრე. და რა ვიცი რა, რაღაცა რაგბი, სხვა რაღაცების გამო გვიყვარს რა. მაინც მიყვარს იმის და მიუხედავად რომ მე ძალიან ბევრი იმედგაცრუება და ტკივილი მქონდა ამ სპორტში, ძალიან ბევრი რა. და ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა გადავხდა შეიძლება, სადღაც უსამართლობა და სადღაც რაღაც დაუფასებლობა და ასე შემდეგ რა. მაგრამ ეს მოედანი ყველაფერს ცulis რა, აქ არაფერი შემოგაქ. აქ რო შემოდიხარ, ყველაფერი დამთავრებულია. აქ ხარ შენი 14 გუნდელი და შენი 15 მოწინააღმდეგე. всё, სხვა არაფერი, სხვა პრობლემები გარეთ უნდა დატო, აქ სხვა ცხოვრება, აქ არავის არ აინტერესებს შენ რა გტკივა თუ რა გაწუხებს რა, დამთავრდა. აქ გამოდიხარ და უნდა იყო ბედნიერი იმით, რომ აქ ხარ და სანამ აქ გამოვდიოდი, ყოველთვის ბედნიერი ვიყავ. შეიძლება ახლა მოვიდა ის მომენტი, როდესაც დავიღალე ამ ყველაფრით და უკვე მიჭირს რა, მიჭირს ის რომ რთულია, როდესაც ვერ ახერხებ თქვა თუ ვარჯიშს, ახლა მე მიწევს აქ რომ ვარჯიშო, მაგიტომ ვარჯიშს ვიცი რომ ვაკლებ და აი როდესაც აკლებ ვარჯიშს და ამ ჩემ ასაკში მით უმეტეს, მე მოედანზე რომ გადიხარ და მაინც ვერ ხარ ისე როგორც შეგიძლია რომ მიყო, აი ჩემთვის ეგ იყო ყოველთვის იმას ვიძახდი რომ მოედანზე იქამდე გავალ, სანამ ჩემი შესაძლებლობის 100%-ს დავდებ, სანამ არ შევწხვები მოედანზე, თორე აი მოედანზე რომ გახვალ და შევწხვები, მან აღარ უნდა გახვიდე რა არც ერთ შემთხვევაში. რაღაც სამწუხაროდ იქითკენ მივდივარ რომ გძნობ რომ აი ჩემ 100%-ს ვეღარ ვდებ რა და მასეთ გასვლას მაგიტომ რა მირჩევნია გავჩერდე, თორე ისევ რა ყველაზე დიდი ადრენალინია, ყველაზე დიდი ბედნიერება მოედანზე გამოსვლა ამ ბიჭებთან ერთად. ამაზე მეტი მე ყოველ შემთხვევაში ალბათ არაფერი არ მქონია რა, ამაზე დიდი განცდა. 27 წელია რა, 42-ის ვარ და კიდევ თამაშობ რა, იმიტომ რომ ისევ აქ ვარ ბედნიერი აი ამ მოედანზე. რაღაც ისე მოხდა რომ სოფლიო თასამდე ჯერ რუსეთში წავედი, შემდეგ წავედი საფრანგეთში და სოფლიო თასის შემდეგ ჩამოვედი ისევ საქართველოში. მაშინ ხულიგანი აღარ არსებობდა. სამწუხაროდ რაღაც ჩვენ რო წავედით მაშინ უმაღლეს ლიგაში რო ავმოვედით პირველად ხულიგანა პირველივე წელს გავედით მესამე ადგილზე და შემდეგ რამოდენიმე კაცი წავედით საზღვარგარეთ. მე წავედი დაჩი კუპაზე ანტონ ფეიქრიშვილი, ხოსტაშვილი გიორგი, კიდე მე მგონი ვიღაც, არა, ნუ ჩვენ 4 კაცი. რაღაც ისედაც ბევრნი არ ვიყავით არასდროს და ჩვენ რო წავედით გუნდს ძალიან გაუჭირდა და
ისე მოხდა რომ გადათამაშება ითამაშა არმასთან, მოიგო პირველი თამაში, მაგრამ მე არმაზმა რაღაც გაასაჩივრა და იმიტომ რომ საფრანგეთიდან ჩამოსულმა ბიჭებმა ითამაშეს რაღაც ესეთი ამბავი იყო და შემდეგ უკვე გუნდი რო წავიდა დასასვენებლად, უცებ გამოუცხადეს რომ ორ დღეში თამაში გაქვთ და ხულიგანამ წააგო ის მეორე თამაში თავიდან დანიშნული და გავარდა უმაღლესი ლიგიდან დაიშალა საერთოდ. მე რო ჩამოვიდი საფრანგეთიდან ბიჭებმა მითხრეს რომ იქნება აღვადგინოთო ხულიგანი, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცნაირი ტკივილი იყო ეს ხულიგანას დაშლა რა. მეთქი აღვადგინოთ. აღვადგინეთ ხულიგანა მართლა მოვიდნენ. ბევრი მოვიდა, ბევრი არ მოვიდა, რაღაც ვინც უნდა მოსულიყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოვახერხეთ ის რომ გუნდი გაუკეთებინა და რაღაცნაირად ესე ვიწვალეთ რა, ის სულ ერთი ნაბიჯი გვაკლდა, სულ გათამაშებაში ყვებოდით, თან მაშინ მე თუ არ მეშლება პირველი ადგილი ადიოდა, კი ადიოდა ეგრევე და გათამაშება. ჩვენ გათამაშება მოგვიწია მაშინ ერთხელ რუსთავთან, ბათუმთან და არმასთან, თუ არ მეშლება 3 წელი ესე ვითამაშეთ რა. და ის სულ ესე რაღაცა გვაკლებოდა ხოლმე რა, ანუ ვერ ამოვედი და ერთ დღესაც შევადენზე იყო თამაში, მაშინ ესე 28 წელს ვიყავი უკვე, პატარა ბიჭი აღარ, ზოგი ანებებს მაგ დროს და მე რაღაცნაირად ეს პროფესიონალური კარიერა მაშინ დავიწყე. მაშინ ის თამაში წავაგეთ და გასახდელში ბიჭებს ვუთხარი რომ მივდივარ გუნდიდან, იმიტომ რომ რაღაცნაირად იყო მაშინ რომ აი გოშას ბურთი მივიცეთ გაიქცევა გოშა და მეთქი ის დრო მოვიდა როდესაც თქვენ უნდა გახდეთ რა ამ გუნდის ლიდერები რა დავრჩი მწვრთნელად იქ როგორც მოთამაშე აღარ ვიყავი და წავედი არმიაში არმიასთან ერთად გავხდით ჩემპიონები შემდეგ 2 წელი პირველ წელს კარგი იყო რაღაც მშვენიერი გუნდიც ყავდა ახალი გუნდი ვიყავით გავხდით ჩემპიონები, შემდეგ 2 წელი, პირველი ძალიან სამწუხარო მარცხი, პირველ წელს, შემდეგ მეორე წელს შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ისე დამსახურებულად წავაგეთ. მერე ლოკომოტივში ისე 2 ფინალი ზედიზედ წაგებული, 4 ფინალი წავაგე ზედიზედ. ბევრია ეს 4 წელი ფინალში გავდიოდი სულ აგენჯო. მერე იყო ჩემპიონობა ლოკომოტივთან ერთად. და ის რეკორდები რაღაცა 23 ლელო, 6 ლელო ერთ თამაშზე და კარგი წლები იყო იქაც რა. და ესე რა ვიცი, ესე დრო გავიდა, ესე უცებ ჩაიფრინა ამ დრომ რა. 10 წელიც გავიდა ამის შემდეგ და შემდეგ ერთ დღეს აი ესე მოვიდა ჩემთან დამირეკა ირაკლი და მითხრა რომ შეხვედრა უნდა რაღაც დალაპარაკებ. შევხვდით და მითხრა რომ წამოდიო ასპინძაშიო. მეთქი სად აი ასპინძაში ერთხელ ჯიქებთან ერთად ვიყავი ჩამოსული. რაღაც ცოტა ისეთი ისტორია იყო რაღაცნაირად. ისე აიწყო რომ გავხდი ჯიქების მწვრთნელი და თან ვთამაშობდი ლოკომოტივში. მოკლედ რაღაცნაირად ეს ჩემი კარიერა ცოტა ისე აიწყო, სულ შეიძლება უცნაური რაღაცეები ხდებოდა მაშინ ახლა უმაღლესი ლიგის ერთი გუნდის მწვრთნელი ვიყავი, მეორეში ვთამაშობდი. მეც იმათო გითხრათ არ მეგონა თუ ესე მოხდებოდა, მაგრამ ორივე გუნდმა მე ვაპირებდი მეთქი კარგი წავალ მწვრთნელად ჯიქებში და სადმე პირველ ლიგის გუნდში გადავალ სათამაშოდ, მაგრამ ლოკომოტივმა არა დარჩიო, არ არისო ჩვენთვის პრობლემა, რაღაცებზე შევთანხმდით, რომ იქ ერთმანეთში რო იქნება თამაში, მე არ ვითამაშებდი, რაღაც დეტალები იყო, მოკლედ გავიარე და ისე აღმოჩნდა რაღაც პერიოდი დარჩი ჯიქებში მწვრთნელად და ვიყავი მოთამაშე ლოკომოტივში და ჯიქებთან მოგმიწია აქ ჩამოსვლა. აქ რო ჩამოვედი, შემიყვარდა ეს ადგილი, სიმშვიდე, 64 ჩვეულებრივი. აქვე აი რა ვიცი, ყველაფერი გაქვს იმის რომ დაისვენო მდინარე, გოგირდი საბანო, სასწაული ადგილი რა ვიცი. უამრავი სანახავი და აქ როდესაც ჩამოვდივარ ყოველთვის ვისვენებ. და ჩამოვედით, დავრჩი ახრთოვანებული ამ ადგილით. ახაზი მითხრა რომ ჩამოდიო, მაშინ 2019-ის მსოფლიო თასი მოდიოდა და ისო ჩამოდიო რა აუცილებლადო შეკრებაზეო. მსოფლიო თასის საყურებლად. კარგი. მართლაც დამირეკეს, ჩამოვედი აქ ოჯახთან ერთად. შემიყვარდა ეს ადგილი ბოლოდო და მე ირაკლიმ რომ მითხრა წამოდი აი თავიდან მეთქი სად წამოვიდე ახლა აი
რაღაც გავამთავრებ მეთქი კარიერას, უმაღლეს ლიგაში მოდი რა ბარე მაგ დავამთავრებ კიდე ერთი წელი ვითამაშებ და всё და ეხა სადღაც სიარული ამ სიშორეზე თან ეხლა რომ მითხრათ კვირაში 4 დღეო აქ უნდა ვიყოთო და მეთქი როგორ ვიარო ეხლა თბილისში არ ვიცხოვრო ბავშვებმა რა უნდა ქნან სწავლან მოკლედ ძალიან ისეთი იყო არჩევანი არ იყო ადვილი მაგრამ ვისაუბრეთ და საბოლოოდ ჩემთვის ძალიან მოვიხიბლე იმით თუ რაც ხდება აქ აი ეს ისევ რა აქ რატო ჩამოვიდნენ რატომ გადაწყვეტეს აქ საქმის კეთება როგორ აკეთებდნენ ამ საქმეს ყავდათ ბევრი ბავშვი აქ მოედანი არაფერი აქ იყო ჩვეულებრივი ჭაობი და ამ ხელა რაღაცა ააშენეს და უნდათ რაგბის განვითარება უნდათ რაღაცის შექმნა ერთხელაც ჩამოვიდა ესე გუნდის ანახავად და იმდენად კარგი რაღაცა დამხდა აქ რომ მეთქი კარგი მეთქი არც ერთი წამი არ უნანოფ იმას რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე ძალიან ბედნიერი ვარ აქ ისევ რა ალბათ ბევრი წლის მერე რაღაცა აი ხულიგანას მერე რომ მოწყდა და უფრო აი პროფესიონალიზმისკენ წავიდა ხულიგანაში ბედნიერი ვიყავი აი ისევ ხულიგანა ალბათ როგორც ბევრისთვის ის პირველი გუნდი სადაც იზრდები შენი ბავშვობა შენი მეგობრები და ასე შემდეგ იქ ხარ ბედნიერი შემდეგ რაღაცნაირად სამსახურად იქცა თუ რა კი მოედანზე გასვლა ყოველთვის ბედნიერი ხარ მაგრამ აი ეს ვარჯიშზე და რაღაცა რომ მიდიხარ შეიძლება ისე ვერ იყო და შემდეგ ისევ აქ რომ მოვხვდი ისევ ბედნიერად ვიგზენი თავი აქ რომ მოვდივარ ის 4 დღე კვირაში რომ წდები თბილის ჩემი შვილები რომ მომყავს ბოსვარა რომ მომყავს ვარ ბედნიერი ამ ყველაფრით რა ყველაფერს მოწყვეტილი მარტო აი აქაურობით ვცხოვრობთ რაღაც გუნდით ვცხოვრობთ რაგბით ვცხოვრობ და ეს ძალიან მიყვარს არასდროს რაღაც ისე მომიწია ხულიგანაში ვიყავი მოთამაშე მწვრთნელი და ვიცოდი რომ ძალიან რთულია შემდეგ არმიაში რაღაც პერიოდი მოკლედ ოპერაცია რო გავიკეთე კოჩზე მაშინ წელიწად ნახევარი რაგბი ვერ ვითამაშე და იმ პერიოდში მომიწია მწვრთნელობა მაგრამ როგორც კი დავიწყე რაგბის თამაში ვუთხარი რომ მეთქი მწვრთნელობა აღარ მეთქი რა იმიტომ რომ ეს ორი საქმე არ გამოდის ერთად ძალიან რთულია რა მაშინ ან ერთს აკლებ ან მეორეს შეიძლება ვიღაცა არსებობს ისეთი ადამიანები ვინც ორივეს იდეალურად ახერხებს მაგრამ რეალურად ძალიან რთულია ორივეს კეთებას ორივეს ძალიან დიდი ენერგია მიაგდა თან ივარჯიშო შენ თავზე რაღაც ფიზიკურად რაღაცეებზე იმუშაო თან გუნზე იფიქრო იქ შეცდომებზე თუ რაღაცის გამოსწორებაზე და თან ყველაზე რთული ალბათ მაინც სავარჯიშო მომენტია, როდესაც შენ თუ არ ხარ ჩართული ამ პროცესში ვარჯიშის და ყოველდღიზე რაღაც იქ არ წაიყვანე როგორც შენ გინდა ეს ყველაფერი ირევა და მაგიტომ ორივე ერთად ძალიან რთულია და მაგიტომ აი ეს ყოველთვის რაღაც უარს ვამბობდი იმაზე რომ არ მინდა რა ეს მწვრთნელობა იქ სადაც მაგიტომაც თქვა ჯიქება რომ შემოთავაზეს იმათაც უთხარი იმათმა მითხეს რომ იქნებ გადმოხვიდეო მოთამაშე მწვრთნელი იყო მეთქი არ გამოვა ეს ამბავი რა თქვენ გაწყობთ რომ წამოვიდე მწვრთნელად კი ბატონო მაგრამ სადმე სათამაშო წავალ პირველ ლიგაში სხვა გუნდში იმიტომ რომ ეს ორივე ერთად არ გამოდის პირველად რომ ჩამოვიდე ასპინძაში ამ სასწაულ ადგილას არა მარტო სასწაული რეგიონია სადაც რავი სამწუხაროდ რაღაც ისე გადახოვას გავაკეთებ რა აქეთ ამხარე რატომღაც ის არის ისეთი მიგდებულია ძალიან რა სამწუხაროდ არა და აი მენდეთ რა რომ აი წელს ზაფხულში რომ დასვენებაზე რომ ვიფიქრებთ რაღაც წამოსვლაზე ჩაინიშნეთ აქეთ წამოსვლა აუცილებლად რა იცოდეთ რომ საქართველოში სადღაც 12000 ისტორიული ძეგლია და დაახლოებით 4000 აი ამ ასპინძის რაიონშია მტერი თუ ვინმე შემოდიოდა ან კახეთიდან ან აქედან რა სანახავი უამრავია აქ ჩვენგან სულ რაღაცა 400-500 მეტრში ის ხიდია სადაც ასპინძის ბრძოლა იყო და ჩაიქცა და წაიღო და ეს გვამები რომ ჩაიტანა თბილისამდე და მაგით რომ მიხვდნენ რომ ქართველებმა გაიმარჯვეს აი აქ არის სულ რაღაც 200 მეტრში 300 მეტრში აი ძალიან ახლოს არის ნახიდან უამრავი სანახავია და აქ რომ ჩამოდიხართ რომ მანქანითაც რომ მიდიხართ იმდენ რაღაცას ხედავთ გარშემო რომ გაოცებული ხარ საქართველოში ესეთი ადგილიც არის და აქ თან რო წამოხვიდეთ ესე ხაშურით ბორჯომი და მე უკან ახალ ციხით წახვიდეთ ეს ფარავნის ტბა და ასე შემდეგ აი დამიჯერეთ რომ სასწაული ის გამოგივათ რა ძალიან საინტერესო იმიტომ რომ მართლა აქ უამრავი რაღაცა ხდება და ძალიან ლამაზია და იგრძნობა ის რომ ეს მხარე ამ მხარემ ძალიან ბევრი გადაიტანა და მაგიტომაც დღეს ძალიან ჩაკეტილია ალბათ იმიტომ რომ აქ საბჭოთა კავშირის დროს ჩაკეტილი ზონა იყო არ უშვებდნენ ეს საზღვრები და ასე შემდეგ ძალიან ისეთია რა ცალკეა თითქოს მაგრამ
მინდა რომ წამოვიდეს ხალხი აქეთ, იმიტომ რომ აქ უამრავი სანახავია, აქ უნდა შეიგრძნო ეს ყველაფერი და აი დამიჯერეთ უბრალოდ ერთი ჩამოსვლა და მიხვდებით, რაზეც ვლაპარაკობ. მეც ესე დამემართა ერთხელ ჩამოვედი და მივხვდი რომ არა, ასპინძა რაღაც სხვა არის და გარშემო რაც არის კიდე უამრავი რა. ახლო-მახლა აი ძალიან სასწაული. მაგიტომ ყველას გირჩევთ აუცილებლად რომ აი ამ წელს რაღაც გამონახოთ 2 დღე აუცილებლად იმისთვის რომ აქეთ ამ ხარეს წამოხვიდეთ სანახავად. ჩვენს გაგიმასპინძებით პრობლემა არ არის აგერ უკან შვენიერი ბაზა გვაქვს და რა ვიცი ირაკლის სულ ხარია ეს სტუმრები და რამდენჯერ შემოსულა ვიღაც ან უცხოელი ან აქაური და აი რო კითხულობენ რომ აი ხო არ იცით სასტუმრო ან სად გავჩერდეთ და რა სასტუმრო ეგრევე გასაგებს მისცემენ ხოლმე ოთახში შედიან იძინებენ სულ რაღაც ამბები ხდება ხო და აქ რო ჩამოვედი პირველად მალხაზი რომ მითხრა მოდიო რა და გვეხმარიო რაღაც მწვრთნელობაში მეთქი შანსი არ არის ახლა მეთქი მაგაზე ხო შევთანხმდი ირაკლისაც უთხარი მეთქი რომ აი არავით არის მწვრთნელობა თუ წამოვედი ირაკლიმაც რაღაც ისე მითხრა თავიდან რომ არაფერიო კაცო რამეს კი არ გვინდაო რამე შედეგებიო და სასწაულებიო ჩვენო გვინდაო რომ აი ბიჭებიო იქაურები არიანო რაღაცნაირად აი მოწყვეტილი რეგიონი არისო ცოტაო და ეს ბიჭებიც აქო იზრდებიანო იხარშებიან ამ თავის იმაში და ცოტა გვინდაო რომ აი შემოვიტანოთ რაღაცა ვნახონო აი ნაკრების მოთამაშე რო იქნება ამათანაც და ხა წარმოედინე რამ ხელა რაღაცა იქნებაო და მართლაც რაღაც ესე ჩამოვედი რომ მეთქი მოდი რა კარგი საქმე კეთდება და მოდი აქ ავღმოჩნდები რა და მე ახაზიმ რომ მითხრა რომ მოდიო იქნებო ცოტა დამეხმარო მეთქი აჰა შანსი არ არის მე უნდა ვითამაშო რაგბი რაღაცა მაგრამ მოკლედ რა ერთ კვირაში უკვე იმედად შემიყვარდა ეს ადგილი რომ ეს გუნდი რომ მინდოდა რომ შეიძლება მეტი გამეკეთებინა ამათვის ანუ მაქსიმალურად ჩართული ყოფილიყავი ძალიან ბევრი ავიღე ალბათ ჩემ თავზე რა რაღაცნაირად ყველაფერი ჩემ ხრებს დააწვა რა ეს შეტევა დაცვა რაღაც ტაქტიკაზე რაღაცა ფიზმოზდება იქნება თუ რა აი რაღაც მეთქი კი ბატონო ამას გავაკეთებ იმას გავაკეთებ ამას მაგრამ შედეგი გამოიღო პირველივე წელს კინაღა მოვიდეთ უმაღლეს ლიგაში ძალიან უცნაურად ისე რომ არც ველოდებოდით არც ქონდა გეგმაში არაფერი მაგრამ ნუ იქ ხო რაღაც ფინალში ერთი წითელი ბარათი რომელიც დღემდე მე სიმართლე გითხრათ რომ ვეკითხები რომ აი რაში იყო წითელი ბარათი რაღაცა ძალიან ისე ღიმებათ რა იქ ყაზბეგთან 12 ქულით მოვიგეთ აქ და შემდეგი თამაში წავაგეთ თბილისში ბოლო წუთს და რაღაც ძალიან ცოტა დაგვაკლდა მაშინ დაგვაკლდა რა ნუ აი ესე რაღაც ერთი ბარათის გამო ვერ ვქენით იმიტომ რომ ძალიან ცოტანი ვიყავით რეალურად სულ ვიყავით 16-17 კაცი და მაშინ ის ჯუნიორა გაგვიგდეს წითლით დღეს დაქსში თამაშობს ეს სუპერ მოთამაშეა ესეთი მოთამაშე ჩემპიონატში მე არ ვიცი საერთოდ იყო თუ არა რა რაღაცა აი მაგასთან ერთად თამაში იყო ერთი სიამოვნება ყველგან იყო ის ბიჭი აი რაგბზე გადარეული ადამიანია ჩვეულებრივად იყო 8 ნომერი ფეხს დაგირტყავდნენ ან თვითონ იჭერდა 15-ზე რო იდექი ან თვითონ იღებდა ან იქვე ყავდა პირველ კაცად დამხმარეთ ყველგან ბოჭოს ისაკეთებდა ყოველ მეორე დარტყმას ეგაკეთებდა შემდეგ ჯუნიორა წავიდა საფრანგეთში ან რას ვაფასებ ზოგადად რა ჯუნიორა საფრანგეთში წავიდა პირველი წელი ძალიან გაუჭირდა ფრანგული ვერ ისწავლა და მაშინ დამირეკა რომ წამოსვლა მინდა უკანო შარშან ახალ წელს ზუსტად რომ წამოსვლა მინდა უკანო და მეთქი ჯუნიორი მეთქი რას ლაპარაკობ რა ეხლა წარმოიდგინე სათხარ მეთქი რა ეხლა ხარ ელიტა 2-ში ძალიან მაგარ გუნდში ძალიან მაგარ ქვეყანაში გააქვს გაცილებით მაღალი ხელფასი, გააქვს გაცილებით უკეთესი პირობები ყველანაირად საცხოვრებლად თუ რაგბი სათამაშოდ, ყველაფერი. აქ რა გინდა მეთქი, სად მოდიხარ, რას მეუბნები. მე აქ ვარ მათამაშებენა. მე აქ მარტო ვარჯიშობ და მე იმის ვარ ჩამოსულა რომ ვივარჯიშო, მაგრამ მე რაგბის თამაში მინდაო და მაგიტომ თანახმავარ ყველაფერზე. მე მინდა წამოსვლა რომ ისევ რაგბი ვითამაშო და ისევ ბრუნდებოდა აქ რაღაცა იქ $800-ზე რომ ოღონდ რაგბი ეთამაშა. აი გიჟი ჩვეულები, მაგრამ მაგიტომაც იყო ყველაზე მაგარი რა, ყველაზე მაგარი და ჯუნიორას ძალიან მიხარია რომ მე რაღაც ეს პრობლემები მოლგვარდა ენის და ეხლა ახალი კონტრაქტი გააფორმა ამ გუნდთან და ერთ-ერთი ლიდერია და ნუ კარგად აქვს ყველაფერი და მიხარია.
და ნუ მოკლედ პირველი წელი ესე იყო, მეორე წელს გუნდი დაგვეშალა პრაქტიკულად იმ მარცხის შემდეგ. რაღაცნაირად თან ეს ფინანსებიც არ ვართ ისე რომ ვთქვათ, სულ გვილხინდეს ძალიან, ხან ისე ხან ასე. რთულია თან მაშინ, როდესაც შენ ცდილობ რომ რთულია ჩვენთვის გზავრობაც ძალიან დიდი ხარჯია ჩვენთვის ცხოვრება. ეხლა ჩვენ გუნდი რო ჩამოდის აქ შეკრებაზე, წარმოიდგინეთ რა, ეხლა 40 კაცი მოდის შეკრებაზე, ეხლა ჩვენ ხო ჭამა გვინდა, ცხოვრება გვინდა, აქ ასე შემდეგ. ეგ არ არის ადვილი. ეს ბევრი რაღაც პრობლემაა თან, მაშინ როდესაც გინდა რომ ბავშვთა რაღაცაც მიხედო და ასე შემდეგ. მაგიტომ ნუ საკმაოდ ისე ვართ რა, მაგრამ ნუ რაღაც ისე დაგვემართა მეორე წელს საერთოდ მართლა თამაშები იყო 16-17 კაცი ვიყავით განაცხადში, მაგრამ მაინც მესამე ადგილზე გავედით და ყოველ წელს რაღაც შედეგს ვდებდით და შარშან პირველად გაჩნდა რაღაცა ეს აზრი თუ რა ვიცი როგორ თქვა რომ მოდი აბა უმაღლეს ლიგაში ავიდეთ. ავედით უმაღლეს ლიგაში. ვაკ ვართ და ხვალ არის რაღაც გადამწყვეტი თამაში. სამწუხარო რამოდენიმე მარცხი განვიცადეთ. შეგვიძლია რომ სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი და სხვაგან ყოფილიყავით, მაგრამ ნუ სადაც ვართ, იქ ვართ ეხლა რა. ხვალ არის გადამწყვეტი თამაში კოჩებთან. ასპინძის ბრძოლა ისევ განმეორდება და ერთ-ერთი წაგებული ნუ გავარდება უმაღლესი ლიგიდან. რაღაცა კოჩებთან ისეთია ეხლა ხულიგანაც კოჩებიდან მოდის და რაღაცნაირად ჩემი მწვრთნელი კოჩებში თამაშობდა, მწვრთნელი კი არ, ყველა ჩემი მწვრთნელი თამაშობდა, იქ ვინც კი მოდიოდა გვეხმარებოდა. ყველანი იქიდან მოდიოდნენ, ყველა მიშკოქოლის გუნდელები იყვნენ და იქიდან დავიწყე კარიერა და აქ ვამთავრებ რა შეიძლება ითქვას რა და არ ვიცი ესეა რა. ხვალ გადამწყვეტი თამაში და ვნახოთ რა იქნება, მაგრამ ისევ რა არაფერი არ იწყება, არაფერი არ მთავრდება, რაღაც მიდის ჩვეულებრივად, იმხელა რაღაცა წამოიწყეს აქ, რომ იმედია რომ არასდროს გაჩერდება ეგ რა და პირიქით რაღაც ალბათ ცოტა სხვა მიდგომები ჭირდება ისევ ბავშვთა რაგბი და განვითარება რეგიონის და ასე შემდეგ რა სხვანაირად. მაინც მგონია რომ დღეს თუ გინდა რომ გუნდს მომავალი ქონდეს, აუცილებლად ბავშვები უნდა ყავდეს რა, სხვანაირად არ გამოდის ეს ამბავი და მაგას კიდევ უფრო უნდა მიეხედოს და მაგრამ არაფერი რა ჩვენც ახლა მოვსინჯეთ რაღაცეები, ვნახეთ, ბევრი რამე შეგვიძლია, დანარჩენი ყველაფერი ხვალ ჩვენ ხელშია და ვნახოთ რა გამოგვივა. იმედი მაქვს რომ ყველაფერი ჩვენთვის კარგად მორჩება, მაგრამ მე სიმათ რომ გითხრათ, შარშანაც რეალურად ვითამაშე ბოლო 4 თამაში ჩემპიონატის, იმიტომ რომ მე შარშან წინ მომიწია 2 ოპერაციის გაკეთება მხარზე, ანუ გავიკეთე ერთი ოპერაცია, ჩამიდგეს ტიტანი, დამიკერეს ჩემი მყესები, გამიკერეს ყველაფერი და შემდეგ 4 თვეში ვითამაშე 7 კაცა და გავიგლიჯე ისევ. ეს ჩემი მყესები ბოლომდე გაწყდა და ეს ტიტანიც გაიღუნა და 4 თვეში კიდევ ერთი ოპერაცია გამიკეთეს, შემიცვალეს, უკვე ხელოვნური მყესი ჩამისვეს და ნუ მოკლედ სადღაც 1 წელი გამოვტოვე და სიმართლე გითხრათ, აღარც ფიქრობდი რაგბის თამაშს, იმიტომ რომ ესეთი ტკივილები მქონდა ძალიან ძლიერი სულ და ჩემს გარშემო ვინც ვიყავ მაშინ რაღაცნაირად ისე გადავედი ამ სამწვრთნელო ამბავში შარშან ხვამლის ფიზმოზდება ვიყავი, თქვათ აქ ვიყავი მწვრთნელი, 7 ქალაში ვიყავი ასისტენტი მწვრთნელი, ისე მოვედე მოკლედ რა სამწვრთნელო მუშაობას და თან ნუ სწავლობდი ბევრს, გავდიოდი რაღაც სემინარებს, ტრეინინგებს ასე შემდეგ რა. რაგბზე აღარ ვფიქრობდი რომ დავბრუნდებოდი რა. უბრალოდ ერთ დღესაც ვერ ვიტყვი რომ შვენია სარკეში რომ ჩავიხედე, მივხვდი რომ დავბერდი, აი უცებ. ხა მთელი ცხოვრება მე ჩემი თავი მახსოვს ვარჯიშობ, იქ რომ დაიწყე იმ ცურვით, მძლეოსნობით თუ რაგბით. მე მართლა ეხა ყოველთვის რაღაც ეს ფიზმოზდება ჩემთვის ძალიან ისეთი იყო, ანუ მინდოდა რომ ჩემი შესაძლებლობის 100% მეჩვენებინა მოედანს და მაგისთვის მზად უნდა ყოფილიყავი ყოველთვის და მაგიტომ დამატებით ყოველთვის ძალიან ბევრს ვშრომობდი ჩემს თავს. და აი ესე რომ მიდის შენი ცხოვრება და უცებ ერთ დღეს ჩაიხედები და რაღაცა ის სხვა ადამიანი არის სარკეში უკვე ცოტა რაღაცა ფიზიკურად შეცვლილი და რაღაც სახეზე დაბერებული და ჭაღარა რო გაგიჩნდება სადღაც მეთქი ესე არ გამო, ანუ ჩემი თავი არ მახსოვს მასეთი არასდროს და ეგ იყო ჩემთვის რაღაცა ნიშანი რომ არა ეხლა მოდი რა ისე ეს ტკივილი რა უნდა გავიტანო და ხელს ვერ ვწევდი, ვერაფერს ვერ შებოდი, მაგარი ტკივილებით ვიყავი და მეთქი ესე არ გამოვა და მეორე დღეს ავდექი წავედი ვარჯიშზე და დავიწყე ნელა-ნელა და რაღაც ისეთ ფორმაში ჩავდექი
მაგრამ მაშინ ისე დაემთხვა, რომ 2-10 ნომერი დაგვემტრა. ერთმა მხარი ამოიგდო, მეორემ ახილა გაიწყვიტა და უცებ დავრჩით ეს 4 თამაში იყო დარჩენილი პირველ ლიგის დასამთავრებლად და უცებ დავრჩით 10 ნომერის გარეშე და მაშინ გადავწყვიტე დაბრუნება. დავბრუნდა ეს 4 თამაში ვითამაშე, დავასრულე კარიერა. შარშან, მეთქი всё, აი ფინალი, მეთქი ნახე რა მშვენიერი დასასრულია კარიერის. მოვიგეთ პირველი ლიგა, გავხდით ჩემპიონები, რაღაცა ვიზეიმეთ, აი მაგაზე კარგი ფინიში რა არის. მორჩა, всё. დაისვენე რა ხარ 51-ის, მოიგე პირველი ლიგა ახვედი, შეგიძლია დაისვენე. всё, ანუ იმის მერე გუნდთან ერთხელაც არ მივარჯიშია, არც ერთი ვარჯიში, всё გადავედი მწვრთნელობაზე, თავიდან ბოლომდე, რაღაც იქ სისტემა, სქემა, რაღაც დაცვაში ესე იქ შეტევაში. სხვა რაღაცაზე გადავედი და ძალიანაც მსიამოვნებდა ეს ყველაფერი და უცებ ისე მოხდა, რომ ლელოსთან თამაშის წინ, ჩვენი ფიჯელი ცენტრი ჩამოვიდა ერთი ღამით ადრე და მზად არ იყო არაფრისთვის და ჩვენი ცენტრი ვინც იყო, კაპიტნის ვარჯიშზე გაიწვიდა კუნთი. ხვალ გვაქვს თამაში და დღეს კუნთი გაიწვიდა. და რა ვქნათ მეთქი, რაღაც ისე სიტუაციაში აღმოჩნდით, ის ცენტრი მზად არ არის, არც ერთი კომბინაცია არის, არაფერი არ იცის, ამან კუნთი გაიწვიდა, რა გავაკეთო და მოგლეთ მთელი მსჯელობების მეთქი ან გადმოვიყვან ვიღაცას იქით აქეთ იქ რაღაცა ის მწვრთნელებთან მქონდა გასაუბრება იქ ბიჭებთან რაღაც და საბოლოოდ გადაწყდა რომ მოდი მე დავდგები 12-ს ესე უეცრად არც ერთი ვარჯიში არ მქონდა ნავარჯიშები გუნდთან ერთად და მოდი 12-ზე და მაგ თამაშზე უცებ მომცეს თამაში საუკეთესო მოთამაშე და ტურის საუკეთესო მოთამაშე გავხდი და რაღაცნაირად ესე უეცრად ესე გადაება თამაშები ისევ გადაება მაგრამ ესეთი რაღაცა ცხოვრებაში არ მიგზნია რა ყოველი თამაშის მერე ესე ცუდად არასდროს არ ყოფილვარ ანუ აქ არ არის მარტო ფიზიკური ის რომ აი გასაგებია რომ თამაშის მერე ერთი დღე ყველას ტკივა ყველაფერი და რაღაცნაირად გზნობ თავს რა აი დაშლილი ხარ არა მე აი თამაშიდან თამაშამდე დრო აღარ მყოფნი და იმის რომ აღმედგინა აი თამაშიდან თამაშამდე ტკივილები თამაშიდან თამაშამდე ხასიათზე ვერ ხარ აი დაშლილი ხარ აი ტკივა ცუდად ხარ აი ფსიქოლოგიურად გიჭის ძალიან იმდათ იხარჯები ყოველ ჯერზე რომ უკვე გზნობ რომ ვერ იგდგენ აი ახალი წლისკენ თითქოს გაიარა უკვე რომ ჩაუჯექი და აი თამაში თითქოს უკეთესობა ვიგზენი ბოლო ორი თამაში და მე ეს რთვიანი დასვენება და ისე ვიგდაუბრუნდი სადაც ვიყავი და სამწუხაროდ აი ახალი წლის მერე უკვე რაღაცა სულ მაწუხებს რაღაცა აი ვერ ვარჯიშობ ნორმალურად გავდივარ თამაშზე რაღაცას ვწვალობ და გადავწყვიტე რომ ეხლაც არ ვიცი რა ხვალინდელი თამაში კი ვარჯიში კაპიტნის ვარჯიში მაგრამ გძნობ რომ ფეხი მტკივა ძალიან კუნთი და არ მინდა რომ გუნდი დავაღალატო ამ ერთი ნაბიჯის გამო რა გძნობ რომ სადღაც შეიძლება ერთი ნაბიჯი დამაკლდეს და აი ეხლაც ვზივარ გელაპარაკებით მაგრამ არ ვიცი რა იქნება უნდა მოვიფიქრო და ეს აღამოს უნდა ვთქვა რა თამაშობ ან არ თამაშობ თორე რა თქმა უნდა რა თქმა უნდა შეიძლება ჩემ კარიერაში ესეთი მნიშვნელოვანი თამაში არც ყოფილა რა როგორიც ხვალ გველოდება ახლა ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთე ეს მე-4 წელია და ამ 4 წელიწადში მართლა ძალიან ბევრი შრომა ჩავდე ამ ყველაფერში ძალიან ბევრი შრომა თუ ნერვიულობა თუ ასე შემდეგ და შეიძლება ხვალ ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია ახლა თამაში რომელიც გადაწყვეტს ჩვენ დავრჩებით თუ არა უმაღლეს ლიგაში მაგ თამაშზე რა თქმა უნდა მინდა რომ ვიყო ძალიან მინდა მაგრამ იმის გამო რომ მე მინდა არ მინდა რომ რაღაცა გუნდი დაზარალდეს რა და საბოლოოდ აი ისეთი მომენტია რა თან ვითომ შენი აქ ყოფნა შეიძლება ფსიქოლოგიურად ნიშნავდეს რაღაცას გუნდისთვის რა მაგრამ შეიძლება უშენობაც ნიშნავდეს ბევრს რა შეიძლება იქ სადღაც უფრო თავის თავზე ან არ ვიცი რა რაღაც ცოტა ისეთი დილემის წინაშე ვდგება რა რომ უნდა ისეთი ცოტა რთული გადაწყვეტილება მივიღო რა ალბათ ყველაზე რთული თან როდესაც ვიცი რომ всё აი ფინიშია უკვე რა შეიძლება ბოლო იყოს ალბათ შეიძლება არ ვიცი შეიძლება ხვალ ისე ვივარჯიშო ფორმაში ჩავდგე ჩემთვის გავერთობი რაღაც და შეიძლება ერთი თამაში ისე სადღაც დავჭირდე და
ვიღაცა დაიმტვრეს და მომიწიოს დაბრუნება, ვინ იცის, აღარ ვიძახი წინასწარ არაფერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე რაღაცა რომ ისევ მორაგბე თვითვლებოდე და ისევ მოთამაშეთ არა, ვიცი რომ დამთავრდა ყველაფერი რა. მაგიტომ ცოტა ისეთი მომენტია რა ჩემთვის რა რაღაც დიდი გადაწყვეტილება უნდა მივიღო დღეს და ნახოთ რა. მაგრამ საბოლოოდ ეგ ხო ისეთია ძალიან რა, რაღაც ეგოისტური შეგრძნება მე მინდა აუცილებლად, მე მინდა რომ ისევ კიდევ ერთხელ გავიდე, ამ თამაშზე მინდა რომ გავიდე გუნდთან ერთად. თუ აი იმდენი ვითამაში და იმდენი წელი ვითამაში და ისეთი კარიერა მქონდა რომ აი მინდა რომ აი სადღაც წერტილი დავსვა, მაგრამ თან ეხლა დასვა ისეთი წერტილი რაღაც ვერ დასვა, რაღაც ვერ იყო ისეთი როგორიც საჭირო, ეგეც არ მინდა რა. მაგიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ხვალ გუნდმა დაამთავროს ისე როგორც ჩვენ გვინდა რა, როგორც რისთვისაც ვიშრომეთ ამდენი და რისთვისაც ვიბრძოლეთ ამდენი და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თორე მე არაფერი რა, ამ გუნდში ჩემამდეც იყო ხალხი და ჩემს მერეც იქნება ძალიან ბევრი და უბრალოდ ერთ-ერთი ფურცელი ვარ, მეტი არაფერი რა და მაგიტომ ისევ თავარია გუნდის ინტერესები და რაღაცა იცი უფრო იქიდან გამოვძრე რა, ამ გუნდის ინტერესებიდან როგორ იქნება საუკეთესო, მაგრამ მაგიტომ რაღაცა სულ დავდივარ, ვიღაცას ვეკითხები, რაღაცა მინდა გავიგო ყველა საზრი, მაგრამ ნახოთ რა, დღეს გადაწყდება რაღაცეები და ხვალ თქვენს გეცოდინებათ უკვე რა. ეს გადაცემა რო გავმოვა ყველას ეცოდინება, მაგრამ მოკლედ ესეა.